თეირანი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ კიდევ ვისაუბრებენ. დაძაბულობის აწეულების ფონზე ეს დიდი პროგრესია. 19 აპრილს ერთი და მეორე ქვეყნის დიპლომატებს რომში ელოდებიან. ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბრები უნდა გაგრძელდეს, თუმცა რომამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავა. ამერიკელებთან მიმდინარე მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორებთანაც უნდა განიხილოს. ესაა წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში, რომელიც კვირის ბოლოს შედგება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა იქნება გამოყენებული მასკატში მიმდინარე მოლაპარაკებების განსახილველადაც. თუ ჩვენ გვსურს ეფექტური მოლაპარაკებები და თუ სერიოზულად ვუდგებით დიპლომატიურ ძალისხმევას, სწორედ უნდა შევარჩიოთ მიდგომები. მუქარისა და დომინაციის ენა ვერ იქნება შედეგიანი. თუ მეორე მხარე გადადგამს ძალისხმევას სანქციების შემსუბუქების თვალსაზრისით, ამის გარანტიებიც უნდა წარმოადგინოს. ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები. სიტყვებთან სიფრთხილეს იჩენს ამერიკის შეერთებული შტატებიც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლიდერი არც ხისტ განცხადებებს მორიდებია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანამდე დაანონსა, რომ თუ ირანთან შეთანხმება ვერ შედგება და მას ბირთვული პროგრამის შემცირებაზე ვერ დაითანხმებენ, ისრაელის დახმარებით იქნება სამხედრო პასუხი. ამჟამად ორი ქვეყანა ურთიერთობების პოზიტიურ ფაზაში არიან, შესაბამისად, ტრამპიც დიპლომატიურია. მე ბევრ სხვადასხვა ჯგუფს შევხვდი ირანიდან და ვფიქრობ, ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწრაფად მივიღებთ. ეს მალე მოხდება. მოლაპარაკებები კარგად მიდის. მეც ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას მნიშვნელობა არ ექნება, ვიდრე შედეგი არ იქნება. ამიტომაც არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა ამასთან გეტყვით, რომ ირანთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის. დონალდ ტრამპი 12 აპრილის თითქმის 3 საათიან შეხვედრაზე საუბრობს, როდესაც ომანის ქალაქ მასკატში მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი ირანის პირველ დიპლომატს აბას არაღჩის შეხვდა. საუბრის დეტალები არ გასაჯაროვებულა, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამერიკული და ირანული მხარეები გვერდიგვერდ ოთახებში ისხდნენ და ომანელი შუამავლის მეშვეობით ცვლიდნენ გზავნილებს, რაც არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ახასიათებთ. ჩანს, რომ საუბრების დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთთან პირისპირ გასაუბრებაც შეძლეს. სესიის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთის მანძილზე ვისაუბრეთ კიდეც. პირველი სესიისთვის საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა იყო. საუბარი ძალიან მშვიდ და თავაზიან გარემოში შედგა. შეუსაბამო ენა არავის გამო უყენებია. ორივე მხარემ აჩვენა მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მიმართული ნება, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ორივესთვის მისაღებ შეთანხმებამდე. ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ სურს შეთანხმებას უმოკლეს ვადებში მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი და ამას დაჭირდება ორივე მხარის ნება. ამ ნაწილში განსხვავებები აშკარაა. ამერიკელი ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის სრული გაუქმება სურთ. მათ შორის მისი სამოქალაქო კომპონენტისაც. ირანი ამ შეთავაზებას უარყოფს, რადგან თვლის, რომ ეს ირანს შეასუსტებს. თეირანში ამბობენ, რომ ბირთვული ბომბის შექმნა მათი მიზანი არ ყოფილა და არსებულ ინფრასტრუქტურას მხოლოდ სამოქალაქო დატვირთვით ენებენ. ამის დასადასტურებლად მზად არიან ამჯერადაც დაუშვან ქვეყანაში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლები. უწყების ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ადგილზე 16 აპრილს ჩავა. როგორც უზენაესმა ლიდერმა თქვა, ჩვენ წარმოვადგენთ ყველა საჭირო გარანტიას, რათა დავამტკიცოთ, რომ არასოდეს ვესწრაფვოდით, არც ამჟამად და არც მომავალში არ ვისწრაფვით ბირთვული ბომბის შექმნისკენ. მათ ეს 1000-ჯერ გამოიძიეს და შეუძლიათ ისევ მოვიდნენ და გამოიძიონ. ამ ქვეყანაში ამერიკულ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა. ინვესტორებს შეუძლიათ მოვიდნენ და ინვესტიციები აქ დააბანდონ. ამერიკის მიმართ არამტრული რიტორიკა ირანში დიდი ხანია არ გაჟღერებულა. ეს იმიტომ, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში თეირანს სანქციების მოხსნის იმედი მიეცა. ეს არის კიდეც მათი მთავარი მიზანი, რადგან მათ მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე ისრაელის დარტყმებმა რეგიონში ირანის პოზიციები შეასუსტა. ამერიკასთან მოლაპარაკებების დაწყებისთანავე კი ირანულმა ვალუტამ 16%-იანი ზრდა აჩვენა. ჰამასის, ჰეზბოლას, ჰუსიტების თუ თავად ირანის სახით ყველაფერი ერთ კონკრეტულ რეჟიმამდე მიდის. ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ცხადად ამბობს, რომ ვერ ვიქნებით შემწყნარებელი ბირთვულად შეიარაღებულ ირანთან. ამგვარი პოლიტიკა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავად რეგიონისთვის. ამას მხარს უჭერენ ჩვენი მოკავშირეები. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუშვა, რომ ირანი გახდა უფრო მდიდარი. მისი ბირთვული პროგრამა კი სწრაფად პროგრესირებადი გახდა და არაა შორს ბირთვული იარაღისგან. ძალისჩვენება და გადაწყვეტა ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზაა. თუმცა ბაიდენამდე ირანის ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს სწორედ დონალდ ტრამპი გავიდა. ეს მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა, რამაც ბევრის მოსაზრებით თეირანს მარაგში არსებული ურანის გამდიდრებისკენ უპიწყა. ახლა ამერიკის პრეზიდენტს სურს ირანთან იმაზე ძლიერი შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ეს ბარაკ ობამამ 2015 წელს შეძლო. პრეზიდენტს არ დაუზუსტებია ამას როგორ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ მისი სურვილი აყვავებული ირანის ხილვაა.
ბირთვული იარაღის გარეშე.